ასთან დაკავშირებით, ხო? დიახ, მათ შორის იმ გამოხმაურებაზე, რომელიც ქონდა ხამეში და ასევე სუსი ახსენა თინამაც მის ბრიფინგში, სუსის ინფილტრაცია. კი ბატონო, მოდი მაშინ დავიწყოთ თავად ბოლო 2 დღის განმავლობაში რაც ვითარდება და რა ინფორმაციასაც პარტიის დამფუძნებელი თავმჯდომარე და სხვადასხვა წევრები ავრცელებენ, არის ის, რომ დიახ, ბიძინა ივანიშვილს და სუს აქვს დაგეგმილი მორიგი სპეცოპერაციათა კასკადი ნაციონალური მოძრაობის, მისი ლიდერების დისკრედიტაციის და თავად პარტიის წინააღმდეგ. ეს არის მრავალი ფაქტორით გამოწვეული. პირველი ფაქტორი არის ის, რომ განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში ნაციონალურ მოძრაობას აქვს მზარდი რეიტინგი და მის მიმართ მიმღეობა საზოგადოებაში სულ უფრო და უფრო იზრდება და მე მიხარია, რომ კიდევ ბევრი ადამიანი, რომელიც სხვადასხვა დროის განმავლობაში მიიჩნევდა და იყო პროპაგანდის მიერ საკმაოდ მოწყვეტი, ახლა უკვე თვლის, რომ ნაციონალური მოძრაობა არის ერთადერთი და ყველაზე სანდო პარტნიორი ბიძინა ივანიშვილთან წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ამ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ხედავთ, რომ არა მხოლოდ პოლიტიკური რეპრესიები მიმდინარეობს და რაღაცა ზეწოლას აქვს ადგილი, ფიზიკური ანგარიშწორებების მაგალითები გვაქვს. პარტიის თავმჯდომარეს მეუღლე მოტაცეს, პარტიის პოლიცსაბჭოს თავმჯდომარეს ჯერ ფიზიკურად გაუწორდნენ და ბოლო ხანებში ლევან ხაბეიშვილის მიერ გაკეთებული თითოეულ განცხადებაზე ქართულ ოცნებას აქვს ძალიან სერიოზული პრობლემები და ჭმუნვები. იგივენაირად ძალიან აწუხებთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო გუნდის მუშაობა სანქციების პროცესთან დაკავშირებით, ნებისმიერი ვიზიტი, სადაც მიდიან თინა ბოკუჩავა, პეტრე ცისკარიშვილი, რა ვიცი, ზურა ჭიაბერაშვილი, მათთვის არის პრობლემის შემქმნელი. შესაბამისად, ნაციონალური მოძრაობა არის იყო და დარჩება მუდმივ სამიზნედ ქართული ოცნების, უბრალოდ ახლა განსაკუთრებით მძიმე რაღაცა პროვოკაციები არის დაგეგმილი ჩვენი პარტიის მიმართ, იმიტომ რომ მე ესეთი რამე მიმაჩნია, რომ ძალიან მიხარია, რომ ის შეცდომა, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა დიდი ხნის განმავლობაში უშვებდა, რომ შეკითხვებს ტოვებდა პასუხგაუცემელი, რომ პროპაგანდის მიმართ იყო საკმაოდ მოწყვეტი, ეს ყველაფერი იცვლება და ეს უკვე აი ამ პროცესის პარალელურად, ანუ თინამ იმიტომ ახსენა ეს ინფილტრაცია, რომ უცხო პირების, ასე ვთქვათ, შეჭრა ხდება პარტიაში. არა, ეს მე არ ამგონია აქ რაღაცა პერსონებზე აქ სულს აქვს შესაძლებლობა, რომ ნაცმოძრაობის წიაღში იმოქმედოს, აი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ მოხდეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მარგინალიზაცია და რამენაირად გაამყაროს ის პროცესი, რასაც ნაციონალური მოძრაობის განადგურება ან გაუქმება ქვია. სუსი ამისთვის გააკეთებს ყველაფერს, მაგრამ მეორე არის ჩვენ რას ვაკეთებთ, რომ ეს არ დაუშვათ და აქ მე მიმაჩნია, რომ ის გუნდური ერთიანობა, ის გეგმაზომიერება, ის ჭკუით გადადგმული თითოეული ნაბიჯი, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა აკეთებს, რომ არც ერთ პროვოკაციულ და რაღაცა პროპაგანდისტვის მოწყვლად საკითხში არ მოხდეს მისი რაღაცა სრული დისკრედიტაცია. ქართული ოცნება მე რა ვიცი ახლა რა 딥ფეიქს ამზადებს, ან რა ჩანაწერს ამზადებს. მით უმეტეს თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში, ანუ ფაქტი არის რა, მოდით ახლა ღიად ვიტყვი. ნაც მე რომელ პოლიტიკურ ორგანიზაციასაც წარმოვადგენ, ის პოლიტიკური ორგანიზაცია ხელისუფლებაში მოვიდა ამ ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარიღით 23 ნოემბერს მშვიდობიანი რევოლუციის გზით. მე ამ სიტყვის გამოყენების კომპლექსი არ მაქვს. თუ ხარ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი და არა მხოლოდ შეუძლებელია საუბარი კონდეს რევოლუციაზე როგორც ნეგატიურ კონტექსტზე. მაგრამ ქართული ოცნება რას აკეთებს? ქართული ოცნება რას აკეთებს? გადატრიალება, შეიარაღებული გადატრიალება, სისხლი, რომ აი მაქსიმალურად დაგაკომპლექსონ, რომ სიტყვა რევოლუციის გამოყენება გადაგიყვანონ ნეგატიურ კონტექსტში. საქართველოში ხო რა არის? მოხდა სახელმწიფო გადატრიალება 92 წელს და ყველა მიცის როგორ დაიქცა ეს ქვეყანა, სისხლი დაიღო რა, უბედურება მოხდა და მეორე არის 2003 წელი, სადაც მიხეილ სააკაშვილმა ვარდით ხელში ამ ქვეყანაში მშვიდობიანად შეცვალა ხელისუფლება. გარდა იმისა, რომ ეს რევოლუციაზე ამგვარი, ასე ვთქვათ, რეაქცია. ანუ რა არის, ამ ხალხს მე არ მაქვს ეს კომპლექსი, მე არ მაქვს. არანონსდებაო. თინამაც ხო ახსენა, რომ არანონსდება წინსწრებათ ამგვარი თარიღები და არა, როგორ არის, იცით, ზოგადად თარიღზე შესაძლოა მოხდეს. მე ეხლა მაგალითად აქ რაზეც არის 4 ოქტომბერი საუბარი თუ ნებისმიერი თარიღი რაც იქნება, ჩემთვის
და პარტიისთვისაც და მე მგონი ყველა ჯანსაღი ადამიანისთვისაც მნიშვნელოვანი არის რომ როდესაც რაღაცა განცხადებას გავაკეთებ მნიშვნელოვანია რომ იქ იყოს აბსოლუტური და სრული კონსოლიდაცია. აქცია უნდა იყოს ხვალაც, ზეგაც, 30-შიც, 7 აგვისტოსაც, 5 აგვისტოსაც, 30-შიც. მოცემულობაზე საუბრობთ ლევან თუ ზოგადად? არა, ზოგადად და პარტია ეთანხმება რომ ეხა ეს 4-ში რო აქცია არის, ეს არ უშლის ხელს რომ სხვა დროსაც იყოს, ხო, აქციები. მაგრამ ისიც არის ბუნებრივია, რომ 4 ანონსი 4 ნახეთ როგორ არის, 4 არის ბუნებრივი დედლაინი. მოდი პირდაპირ ვთქვა. 4 არის ბუნებრივი დედლაინი, იმიტომ რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილისთვის მნიშვნელოვანი დღე. იმ რუსულ სპეცოპერაციას ატარებს, სადაც მისი ამოსავალი წერტილი არის, რომ მოხდეს მაქსიმალურად მისთვის ლეგიტიმაციის მინიჭების პროცესი. ეხლა რაც შეეხება ჩემ ხედვას 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, არის აბსოლუტურად იდენტური, რაც არის ზოგადი პროცესის მიმართ, რომ მე მინდა 4 ოქტომბერს მაქსიმალური ერთიანობა, რომ 4 ოქტომბრის გეგმასთან დაკავშირებით იყოს პოლიტიკური პარტიების ერთიანობაც, პოლიტპატიმრების ოჯახების ერთიანობაც, სამოქალაქო სექტორის ერთიანობაც. ანუ ის ხალხი, ვინც ჩვენ დავრჩით არ თანამშრომლობის რეჟიმში, იმ ხალხის სრული კონსოლიდაცია მოხდეს 4 ოქტომბერს. რა მიზნით? პირველ რიგში იმ მიზნით, რომ მინიმუმ ხელისუფლებამ იმ დღეს ვერ იზეიმოს გამარჯვება, ლეგიტიმაცია ვერ მიიღოს. მიზანი ამისთვის მე მიმაჩნია, რომ გეგმაზომიერი მუშაობა არის საჭირო გარდა პროპაგანდისა. მნიშვნელოვანია რომ მაგალითად 19-ში რო აქცია იყო, მე მიმაჩნია რომ ეს საეტაპო აქცია იყო. ახლა დაანონსებულია 2 აგვისტოს შესაბამისი მარში ბათუმში, რომ არა რუსულ სპეცოპერაციას. ამის შემდეგ იქნება, მე მგონია რომ პროტესტია ეს არ მგონია ახლა არჩევნების თემას მიებას, მაგრამ 7 აგვისტოს მგონია რომ ვალდებულები ვართ, რომ ჩვენ ქუჩაში გავიდეთ. ივანიშვილის თამაშის წესებით თამაში არ არის ჩემი თვითმიზანი. და ეს კაცი მე რა თარიღს მომახავს, ამას საერთოდ არ მივყვები. მე მიმაჩნია რომ საზოგადოებაში არსებობს საკმარისები თარიღის დამკვიდრებაზე იმუშავებთ, ხო? მე როგორ ნახეთ როგორ არის თარიღი, მაგრამ ეს თარიღები გარკვეულწილად ეს თარიღები, აი მაგალითად დღის წესრიგში 31 აგვისტო 2 კვირისი ხო არის დგა. 31 აგვისტო, როდესაც ევროკომისიამ შესაბამის დასკვნა უნდა დადოს ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, არ იდგა. მაგალითად, მეგობარი აქტის მიღების საკითხი. შეიძლება მიიღონ 10 სექტემბერს მაგალითად. ბრიტანული სანქციები შეიძლება მიიღონ 14 სექტემბერს. არ ვიცით ხო, მუშაობთ რომ მაქსიმალურად ადრე მივიღოთ. ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანია და 4 ოქტომბერს ესეთი თარიღია რა. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაკიდებული თარიღია იმ თვალსაზრისით, რომ ის სპეცოპერაცია ტარდება და სამწუხაროა, რომ სხვა პარტიები იღებენ მონაწილეობას ამ სპეცოპერაციაში ოპოზიციურ. ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ 4 ოქტომბერი იქნება, 30 იქნება თუ რა იქნება, მაქსიმალური კონსოლიდაცია იყოს. ჩემთვის ფორმულა არის, რომ როცა არ უნდა იყოს ეს თარიღი, აქციის, მანიფესტაციის, რაღაც საერთაშორისო ვიზიტის, ვიყოთ ერთიანები. ის ხალხი მაინც ვინც არ თანამშრომლობის რეჟიმში დავრჩით. აი ლევან და ჩემი კითხვის საფუძველი რა არის, იცი რომ მე ცხადია მომისმინა ის საუბარი და თინაზე გულისხმობ კონკრეტულად და მას ჰქონდა ესეთი ციტატა, რომ მნიშვნელოვანია რომ რეჟიმთან რეალურ ბრძოლაში ხდებოდეს სწორი მოლოდინის მართვა. ანუ საჭიროა მოლოდინების მართვა და მათ შორის მოულოდნელობის ეფექტზეც ჰქონდა მას კონკრეტულად აქცენტი და საჭირო მოქმედებებსაც ახსენებდა. ანუ ისეთი ნაბიჯების გადადგმა არის თუ არა ეხა მოკლე დროში რომელიც არც ისე დიდი დრო რჩება, ხო, იგივე ამ არჩევნების თარიღამდე, რომელიც ანუ რეალურად დააზიანებს ამ შემთხვევაში ივანიშვილს და ქართულ ოცნებას, თქვა, აი, მარტივად კი წინა გამოცდილებები, თქვათ, მოლოდინების შექმნის თვალსაზრისით, თქვენ რა ტიპის დასკვნის გაკეთების საშუალებას გაძლევთ, იმიტომ რომ მათ შორის ანალიტიკოსები ამ პროცესის და ასე შემდეგ ხშირად საუბრობდნენ, რომ პოლიტიკოსების პრობლემა ამ ქვეყანაში არის გარკვეულწილად არასწორი მოლოდინის შექმნა და შემდეგ ამ თარიღის დასახელებული თარიღის გადაგორების მცდელობები. მაგალითად 20 ივნისს ხო ვერავინ ვერ დაანონსებდა. აი ეს ხო ამ თარიღს ხო ვერავინ ვერ დაკიდებდა. 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძე ამას იზამდა, ჩვენ ხო არ გვეცოდინებოდა. ხანდახან ქართული ოცნება ისეთ სიგიჟეს აკეთებს, აი ხო ყველანაირი წარმოდგენა მაქვს დაკარგული მათ მიმართ. მაგრამ ისეთი რაღაცა ხდება ამ ქვეყანაში, რომელიც დამატებით რაღაცა აქსელერაციას უკეთებს ამ პროცესს. ამიტომ მე მოლოდინების სწორ მართვაზე მეტად ყურადღებას გავამახვილებდი რაზე?
რომ იმ მოლოდინის გაჩენა იქნება 4 ოქტომბერს იქნება თუ 31 აგვისტოს იქნება თუ რავი 3 ოქტომბერს თუ 5 ოქტომბერს მნიშვნელოვანი არის ამ მოლოდინს ვინ როგორ და რა ერთიანობით აჩენს. აი ამას უყურებ მე. იმიტომ რომ ცალკე არიან სტუდენტური ჯგუფები, ეხლა 4 ოქტომბერი ხო დაკიდებული თარიღია რა. იმიტომ რომ რუსული სპეცოპერაცია საღამოს 8 საათზე ბიძინამ უნდა გამოაცხადოს, რომ ამათმა მოიგეს. ხო, თქვენ ეხლა შეხედეთ მარტივია. მაგრამ ამას ხომ ის ამომრჩეველიც უყურებს ლევან, რომელსაც უკვე მრავალი წლის გამოცდილება აქვს გესმით აი როგორ არა, ამიტომ არის. მოსმენის, შემდეგ შესაძლოა გარკვეული ფრუსტრაციის, ამიტომ ეხლა როდესაც პოლიტიკოსი ლაპარაკობს, ის თავარი სამიზნე ხო ელექტორატია და მიზანი ელექტორალური მხარდაჭერის ამიტომ მე ესე უყურებ რა. არსებობენ პოლიტიკური პარტიები და ნაციონალური მოძრაობა არის ლოკომოტივი ამ პოლიტიკურ პარტიებში. და სუსის აი ეს მორიგი სპეცოპერაციის ახალი ტალღა, რომელიც ემსახურება ჩვენი ლიდერების გაჩერებას, გაჩუმებას ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ, სანქციების დაწესების პროცესში ნაკლები მონაწილეობის მიღებას, ქართული ოცნებიდან შიდა ინფორმაციის გამოდინების მიღებას. ეს არის ფაქტი, ხო? მაგრამ მე რაც მსურს, რომ ეს პროცესი უნდა გახდეს მაქსიმალურად კონსოლიდაციისკენ მიმართული. იმიტომ რომ არიან პოლიტიკური პარტიები, არიან სამოქალაქო ორგანიზაციები, არიან სტუდენტური ჯგუფები, არიან პოლიტპატიმრების დედები და ოჯახის წევრები, არც ერთი მათგანი ამ პროცესში არ არის ზედმეტი. და ამიტომ რაც არ უნდა გავაკეთოთ, მე მიმაჩნია, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა და სამოქალაქო საზოგადოების პასუხისმგებლობა უნდა იყოს მაქსიმალურად კონსოლიდირებული და ერთიან გეგმაზე ორიენტირებული. მე ეხლა რასაც უყურებ, მნიშვნელოვანი საკითხია, რომ მაგალითად 19-ში საკმაოდ კონსოლიდირებული. ანუ არა ამ თარიღის ვთქვათ, როგორც თქვენ მიერ შეფასებული არალეგიტიმური არჩევნების და ასე შემდეგ ნიველირება, არამედ სწორედ ამ თარიღის, ასე ვთქვათ, გამოყენება პროცესის კიდევ უფრო მეტად ვინ მიდის, როგორ მიდის, 4 ოქტომბერი ჩვენთვის უნდა იყოს დამატებითი მუხტის მიმცემი, ქართული ოცნებისთვის უნდა იყოს პრობლემის თარიღი და ესე შემდეგ. ანუ მაგრამ აქ ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა გულწრფელად მართლა აქვს იმას, რომ სხვადასხვა თარიღებზე ან ბრძოლის ტაქტიკებზე აი მუდმივი აპელირება, რომ მე ის არ მომწონს, მე ის არ მომწონს, მოხდეს მაქსიმალური კონსოლიდაცია, იმიტომ რომ თუ კი ივანიშვილს რაიმე უქმნის პრობლემას, ეს არის კონსოლიდირებული აზრი. და როდესაც ჩვენივე ამომრჩევლის, ანუ პროდასალური ამომრჩევლის 70%-ს აპრიორი ნათქვამი აქვს, რომ 4 ოქტომბერს სტარდება რუსული სპეცოპერაცია, მნიშვნელოვანია, რომ 70%-ის აზრი იყოს სწორად და ადეკვატურად ასახული სხვადასხვა თარიღებზე. ლევან, მოდი აი რევოლუციის მიმართულებით არა მხოლოდ კომენტარი არსებობს პაპუაშვილის უცხოეთში ჩაწერილი და მოდი მოვისმინოთ ეს კომენტარი, რომელიც სინა ბოკუჩავას ბრიფინგის შემდეგ არის ჩაწერილი, მასზე გამოხმაურებაც არის და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი. ის განცხადება, რომელიც მან 4 ოქტომბერს, რომელიც მან გააკეთა, 4 ოქტომბერი არის ბუნებრივი თარიღი, როცა საქართველოს მოქალაქეები გარეთ უნდა გავიდნენ. ამ განცხადებას თინა ბოკუჩავამ უპასუხა, რომ რევოლუციების თარიღები ასე წინასწარ არ ცხადდება, ბუნებრივად უნდა მოხდეს. აი ეს ერთგვარი დაპირისპირება ხომ არ აჩენს იმ კითხვებს და ადასტურებს იმას, რომ პარტიაში ერთმანეთს აღარ ინდობენ უკვე საჯაროდაც. სიამოვნებაში არსში დაპირისპირება აქ არ არის, თარიღებში შეიძლება თარიღების ტაქტიკა აქვს სხვანაირი, თუმცა არსი ორივე ლიდერი ნაციონალური მოძრაობის გამოვიდა და ორივე ლიდერმა დაადასტურა, რომ მათი მიზანი არის ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა. არა არჩევნები, არა დემოკრატიული გზა, არამედ ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა არის მათი მიზანი, ორივე ლიდერმა ნაციონალური მოძრაობის ეს დაადასტურა. აი ახლა ამ პარტიას ხელს რომ ართმევენ ზოგიერთი ელჩი, ევროპის სახალხო პარტია მიხეილ სააკაშვილისთვის რომ ცარიაძის ხამს გამოყოფს ხოლმე, ხომ აჩვენებს სინამდვილეში რა უნდა ზოგიერთ უცხოელს ჩვენთვის. უნდათ რომ გაგვიმეორონ 90-იანები აქ თავის ყველაფრით შიდა და გარე დაპირისპირებით ყველაფრით უნდა თუ გაიმეორონ 90-იანი წლები საქართველოში. და ამაზე რა თქმა უნდა არ უშვებს საქართველო, ეს იყო ზუსტად 26 ოქტომბერს ქართული ხალხის პასუხი ყველა ამ ქართველის და უცხოელისთვის, ვინც აქ ქუჩის ომების მოწყობას გვიპირებდა და ნახეთ ამ ომის ქუჩის ომის იმიტაციაც შარშან დეკემბერში, როდესაც მაშხალები დაიჭირეს ხელში
და რამის ტყვიამქრევით ესროდნენ პოლიციელებს და ერთი ევროპელი ელჩი ვერ მოუძებნეთ დღისით სანთლის შუქზე, რომ ერთს მაინც დაეგმო ეს ძალადობა პოლიციაზე საქართველოს პარლამენტზე. დღემდე ევროკავშირის ელჩი ჩუმად არის მაშინ, როდესაც მისი დაფინანსებული ადამიანები წავდნენ პარლამენტზე და თავს ესხმოდნენ პოლიციას. ნაციონალური მოძრაობის დამატებითი ნაციონალური მოძრაობის ორი ლიდერის განცხადება და მას შალო პაპუაშვილის გამოხმაურება. ლევან, რა სიტყვით, რა არის თქვენი კომენტარი იმაზე, რაც მოვისმინეთ? ნუ ამ ხალხს აქვს შიში, ქრონიკული შიში, სიტყვა ნებისმიერი სიტყვების ეშინიათ რა. მართლა მათი დოქტრინის ნაწილია, თეა წულუკიანის კომისიაც ამას ემსახურება, რომ საერთოდ ქართული ლექსიკონიდან ამოიღონ სიტყვა რევოლუცია. ეშინიათ ამ სიტყვის და გადატრიალებით გიცვლიან. როგორ? ოცნების ლიდერებს გულისხმობთ. ხო, რა თქმა უნდა. აბა ნაციონალურ მოძრაობაში შეიძლება სიტყვა რევოლუციის გეშინოდეს? ტემპერამენტის თვალსაზრისით სხვაობა არ არსებობს. მაშინ, როდესაც ხელისუფლება მიტაცებულია, ეხლა პოლიტიკოსს რა თქმა უნდა შენ გააქვს სწორი მოლოდინების მართვის ვალდებულება, მაგრამ ის რომ ეხლა გეშინოდეს და ყველაფერს ემიჯნებოდე, ამას არავინ არ გააკეთებს ჩვენ პარტიაში. ტყუილია. უბრალოდ ეს არის თქვა, ანუ რა დაინახე ამაში რევოლუციის თარიღი თინაზე რა შეგიძლია თქო ლევან რომ არ ვიცი. აქ ძალიან მარტივად ჩანს. მაყურებელს წაუკითხავ კიდევ ვეტყვი, შევახსენებ ამაზე კომენტარი იყო სწორედ პაპუაშვილის განცხადება. ეხლა ხაბეიშვილის განცხადება იცის საზოგადოება 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, ხოლო დღეს თინა ბოკუჩავა ბრიფინგზე ამბობს ასეთ რაღაცას, რომ რევოლუციის თარიღი წინსწრებად არ ანონსდება და ფსონი ერთ თარიღზე არ უნდა დაიდოს. აი ამის გათვალისწინებით რა სიტყვით ბოლო ნაწილის. მე ვიზიარებ ზოგად აი ამ მნიშვნელოვან პოზიციას, რომ სხვათა შორის არ მომისმენია კიდეც არავისგან, 4 ოქტომბერს მოხდება რევოლუცია. აი ესეც არის მოლოდინების სწორი მართვა, მაგრამ 4 ოქტომბერი რო არის საეტაპო თარიღი, ეს არის ფაქტი. უბრალოდ 4 ოქტომბერს როგორ ხვდებით, ვინ ხვდება, რა ფორმაციით, რა კონსოლიდაციით, რა ფორმის მანიფესტაციით, ეს არის აქ მნიშვნელოვანი. მოლოდინების სწორი მართვა ემსახურება ამას, რომ მაქსიმალურად მეტი ადამიანი იყოს ჩართული, მაქსიმალურად მეტმა ადამიანმა იგრძნოს თავი ამ პროცესის მონაწილედ, ოღონდ პროცესი არ იქნება მხოლოდ და მხოლოდ თარიღის დაანონსებით. პროცესი იქნება ქუჩა-ქუჩა სიარულით, პროცესი იქნება სწორი მესიჯებით, პროცესი იქნება ეტაპობრივად სხვადასხვა მარშების თუ აქციების მოწყობით და სწორი კომუნიკაციით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ეს არის ამოსავალი წერტილი. თორე ქართული ოცნება მე ვერასდროს ვერ დამაკომპლექსებს, რომ გამოვიყენო ის სიტყვა რევოლუცია, რომელმაც ამ ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე სწრაფად განვითარებადი 9 წელი მოიტანა. ნაციონალურ მოძრაობაში რო ხარ, შეუძლებელია არავის, გინდა პარტიის თავმჯდომარის, გინდა პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, შეუძლებელია კაცი კომპლექსდებოდეს სიტყვა რევოლუციის გამოყენებაზე. ეს ტყუილია. უბრალოდ ის რომ თინასაც ეხება თქვენი არა, კაცო, თინამ ამ განცხადებაში, ხალბატონმა თინა ბოკუჩავამ ამ განცხადებაში აღნიშნა ეს, რომ მე რამდენადაც მახსოვს, აღნიშნა, რომ რევოლუციით, აი ამ კლიშეების დადებით ქართული ოცნების მხრიდან ვერავინ ნაციონალურ მოძრაობას ვერ დააკომპლექსებს. მადლობა. დიდი მადლობა ლევან, დაგემშვიდობები. ლევან სანიკიძე საუბრობდა